დილამშვიდობის ვაგრძელებთ მუშაობას პირდაპირ ეთერში და როგორც პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, ველოდებით პრემიერას თუმანიშვილის თეატრში, სადაც მსახიობმა და რეჟისორმა გოგა პიპინაშვილმა ევგენი შვარცის პიესაზე იმუშავა დრაკონი, ძალიან ცნობილი პიესა და სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობ თუმანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი მაკა პეტრენკო და თავად ბატონი გოგა პიპინაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოგზაურობისთვის. დავიწყოთ მოდით საუბარი უშუალოდ პიესის შესახებ. ალბათ მართებული იქნება კითხოთ რატომ აირჩიეთ ეს პიესა და შემდეგ ჩაგეკითხოთ ხომ არ არის ეს ერთგვარი ნოსტალგია, მონატრება შეიძლება. რომ აიცის რომ თქვენ თამაშობდით თავის დროზე 30 წლის წინ ზუსტად. ეს ძალიან დიდი ციფრია და ხო ამის გახსენება ცოტა მზარავს კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კრებითია და შესაბამისად ამასაც რაღაც გარკვეული გავლენა ჰქონდა, მაგრამ თავისთავად პიესა არის ძალიან აქტუალური, გარდა ამისა ამ პიესაში ამ სპექტაკლში ამ წარმოდგენაში მონაწილეობენ ჩემი სტუდიის პატარები, მოზარდები, რომლებიც პრაქტიკულად ძალიან აქტიურად არიან ჩართული დღევანდელ ესეთ ცხოვრებაში და შესაბამისად მათ უნდათ თუ არ უნდათ ძალიან აქტიურად ეხება მათ ეს ჩვენი სოციუმი და ეს პოლიტიკური სპექტრი, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. შესაბამისად მათ დაუნებურად თავის დაუნებურად, დიახ. და მინდა რომ ეს რაც შეიძლება მეტად გაცნობიერებული ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეხება მაინც სამოქალაქო საზოგადოების საწყის ეტაპებს, მე მოზარდებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს აქტივობებიც მე მგონია რომ სწორი მიმართულებით წარმართულიყო. შესაბამისად, როდესაც მუშაობენ ასეთ რამებზე, ბუნებრივია იქ უამრავი რამ წარმოიშვება, აზრთა გაცვლა, გამოცვლა და ყალიბდება ის ძირითადი მიმართულება, საერთოდ უნდა ცხოვრობდეს, მიდიოდეს ეს ახალგაზრდობა. ასე რომ აი ეს იყო ის აქტუალობა ამ პიესის ბუნებრივად განაპირობებს სწორედ ამას. 1954 წელს დაიწერა პიესა, მაშინ საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა, რადგან ცნობილი პოლიტიკური მოვლენების და ომის გარსაცვლის შემდეგ იყო გამოხმაურება, თუმცა დროის გასვლასთან ერთად კვლავ რჩება აქტუალური ეს თემები. თქვენ შემთხვევაში ერთგვარად უცნაური გადაწყვეტა, რადგან აი ამ დრაკონის სახე ერთგვარად დადებით პერსონაჟად არის წარმოდგენილი, შეიძლება ითქვას ყოველ შემთხვევაში მცდელობა ამის. რატომ გადაწყვეტეთ ასე? ვიცით რა, ეს დამოკიდებულია მაყურებელი როგორ აღიქვავს ამას. მე არ მგონია რომ ისე დადებითი პიროვნება თვითონ სახელიც დრაკონი უკვე ძალიან ბევრ რამეს მეტყველებს. შესაბამისად, მინდა გითხრათ რომ ეს პიესა თავისთავად აქტუალობას არ კარგავს. ეს ესეთი ერთგვარი მონაცვლეობა ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ დროს ხდება ის მოვლენები, რაც ეხლა ვითარდება ამ პიესაში, ასე რომ მას აქტუალობა არანაირად არ დაუკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ის ომზეა, თვითონ პიესის გენიალობაც სწორედ იმაშია, რომ ნებისმიერი პერსონაჟი, რომელიც აი ამ პიესაშია წარმოდგენილი, შესაძლოა ნებისმიერმა რეჟისორმა აქციოსთვის მთავარ როლად, გნებავთ კატა, ვირი, ნებისმიერი პერსონაჟი. ასე რომ გააჩნია იმ კონცეპტუალურ გადაწყვეტას, როგორ ხედავ რა გინდა ამ პიესით თქვა. და აქ ჩაგეკითხებით, პიესა რომ სერიოზულია, და ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ამ საუბრის დროს. ალბათ ძალიან რთული და პრინციპში სათუთიც იყო ბავშვის ფსიქიკასთან შეხება ამ შემთხვევაში. ხო, რამდენად გაართვეს მათ თავი აი იმ სიღრმეებს, რაც დევს შვარცის პიესაში. მათთვის გასაგები გახდა, თუმცა მინდა ცოტა გულის ტკივილით ვთქვა, რომ პრინციპში მთლიანად ის რისი გაკეთებაც მე მინდოდა მოკლე დროში ვერანაირად ვერ მოესწრო, მე მომიწია რაღაცა შეცვლამ, გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეგობარი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გიორგი სიხარულიძე მე მომიწვია რომ დამხმარებოდა, იმიტომ რომ რეჟისორი გოგა პიპინაშვილი ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მე გამოუცდელი ვარ ამ საკითხში აბსოლუტურად და აი სწორედ გიორგის კონსულტაციებით, მისი დახმარებით რაღაც გარკვეულწილად მოვაქციეთ რაღაც ფორმაში. შესაბამისად პრინციპში აი ის ამომწურავად ვერ ვთქვი, ისი თქმაც მინდოდა.
მე იმედი მაქვს, რომ სხვა პროექტებში გამოცდილება საკმარისად მივიღე. მე შესაძლოა მოხდეს ამისი ორგანიზება. პროექტზე ვისაუბროთ, ოდნავ უფრო მასშტაბურად და გავშალოთ ეს თემა. პიესის დედააზრი გასაგებია და თქვენი მიზანი როგორც რეჟისორის, მაგრამ პროექტს ასევე სხვა დატვირთვაც აქვს, ხომ? გარკვეულწილად ინტეგრირება ხდება ბავშვების და ზოგადად არა მხოლოდ მსახიობების, არამედ საზოგადოების. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დილომშვიდობის. დიახ, სწორედ პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური განვითარების ადამიანების ინტეგრაციას საზოგადოებაში. და ეს გახლავთ თუმანიშვილის თეატრის და არტ-ჰოლის ერთობლივი პროექტი. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვერდში დაგვიდგა, ეს არის ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მერის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. რომ არა მათი გვერდში დგომა ჩვენ მსგავს მასშტაბურ სპექტაკლს ალბათ ვერ განვახორციელებდით, ბატონი გოგოც დამეთანხმება. ეს არის სწორედ რომ სპექტაკლში ბატონი გოგა ეხება ისეთ თემებს, რომელიც ჩვენ ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს ამ კუთხით. პრემიერა შედგება 13, 14, 15 ივნისს. ზოგადად თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლები იწყება 19 საათზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ჩვენ მაყურებელს ვუთხრა, რომ სპექტაკლი დაიწყება 20 საათზე. ეს 3 დღე იქნება საპრემიერო ჩვენება. მინდა გითხრათ, რომ მაყურებელს ელოდება ნამდვილი დრაკონი სცენაზე. ეს არის არაჩვეულებრივად მუსიკალურად გაფორმებული სპექტაკლი, მონაწილეობენ ბავშვები, უფროსი თაობა, აგრეთვე პერკუსია დრამა ბატონი ირაკლი ქოიავა ცოცხლად აფორმებს სპექტაკლს. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ყოველთვის ნებისმიერი სპექტაკლის მუშაობა და პიესაზე მუშაობის დროს სცენოგრაფია მხატვრობა. ხო, ამ შემთხვევაში თუ არის რეჟისორული გადაწყვეტილებები, მიგნებების სიახლეები, რაზეც ვთქვათ აქცენტირება მოახდინოთ. ისეთ რა, ჩემი მეგობარი, ძალიან ახლო მეგობარი, ბატონი შოთა გურჯიძეა, ეს ჩვენი თეატრის მხატვარი. მე მასთან ერთად მაქვს ყველა ეს პატარა ჩანაფიქრიც კი, რაც მქონდა მოზარდებთან გასაკეთებელი, ყველაფერი მასთან ერთად მაქვს გაკეთებული და შესაბამისად, როდესაც ასეთ პროექტზე ვიწყებ მოზარდებთან მუშაობას, შოთასთან კონსულტაციის გარეშე, მასთან გასაუბრების გარეშე მე ხელს არ ვკიდებ არაფერს და შესაბამისად მოხდა ესე, რომ თავიდანვე დრამატურგი უსულებში ერთად ვიყავით ჩასული მეც და ბატონი შოთას. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის ამდენი აფეთქება, ბოლი, კვამლი და რამ ჯერჯერობით თუმანიშვილის თეატრს არ ახსოვს, ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ ტექნიკური მხარე იქნება ძალიან კარგად მოგვარებული და მაპატიებს ჩემი თეატრი ამდენ ბოლის ბატონ გოგა, ველოდებით ჩვენ ერთგულ მაყურებელს 13, 14, 15 ივნისს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი ნამდვილად არ დააკლდება ამ სპექტაკლს და მე ზოგადად თქვენი მუშაობის შესახებ მაქვს საკუთარი მოსაზრება, საკმაოდ სუბიექტური და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ჩემი აზრი. და ამ შემთხვევაში თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ცოტა უფრო სერიოზული თემებით დაკავდეთ. რა იქნება მომავალში? თუ გააგრძელებთ იმ ტკივნეულ თემებზე საუბარს, რაც გარკვეულწილად მაინც ალბათ არის დაბუდადებული ჯერჯერობით საზოგადოებაში. აუცილებლად ასე იქნება. ერთადერთი რამის გამო ვკლებით, რომ მე არასოდეს რეჟისურისკენ არ გავიხედავ და ფიქრს ამაზე არასოდეს არ შევდგები. ეს ცალკე დამოუკიდებელი პროფესია, რომელსაც სწავლა ჭირდება და ძალიან სერიოზული პროფესია. მე მაქვს ჩემი პროფესია და მინდა დავრჩე ჩემი პროფესიის ერთგული. თუ მოხდება მომავალში ისე, რომ მე ისევ ჩემს მოზარდებთან ერთად მომიწევ სცენაზე გასვლა, დიდი სიამოვნებით. დანარჩენად თუმცა მე მაინც ვფიქრობ, დაველოდოთ საზოგადოების შეფასებას და რადიკალური გადაწყვეტილებები მაინც შემდეგში, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი იქნება პრემიერა. თქვენ რას ელით საზოგადოებისგან? მაგა შენც გეკითხები, თქვენც როგორი დაახლოებით როგორი წარმოგიდგენიათ რეაქცია მაყურებელს? იცით რა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წინას ჩემი მხრიდან ეს წინა 3 საპრემიერო უკვე დიდი გამოხმაურება მოყვა მაყურებლისგან, არ ჩერდება ჩვენი სატელეფონი, გვირეკავს მაყურებელი, არის უდიდესი დაინტერესება და მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი ის სპექტაკლი, რომელიც თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დიდხანს გათამაშდება.
ну მე მგონია რომ ეს პიესის დამსახურება იმდენად აქტუალურია პიესა დანარჩენად როგორი გამოვა სპექტაკლი მე შემოვნებით ვნახავ მაყურებელთან ერთად ამ შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ შეფასებას იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის და ალბათ ჯანსაღი კრიტიკაც ნებისმიერი ადამიანის რა თქმა უნდა მოკლედ მაყურებელს შევახსენებ რომ ძალიან საინტერესო პრემიერა გველოდება თუმანიშვილის თეატრში სადაც წარმოდგენილი იქნება ევგენი შვარცის პიესა დრაკონი ბატონ გოგა პიპინაშვილი გახლავთ სპექტაკლის რეჟისორი და ასევე მსახიობი რა თქმა უნდა პირველ რიგში და თუ გაქვთ საშუალება აუცილებლად დაესწრეთ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ საპრემიერო დღეები ეს იქნება 13, 14, 15 ივნისი 20 საათი საღამოს 20 საათი უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის მადლობა გისურვებთ